ორწლიანი მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან. მშობლების 45 დღიანი უწყვეტი 24 საათიანი პროტესტი და მოთხოვნა, რომელმაც ერი გააერთიანა. წამალი ბავშვებს. მშობლების ბრძოლა პოზიტიური შედეგით დასრულდა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს წამალი უახლოეს მომავალში ექნებათ. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები გადაწყვეტილებას მადლობით შეხვდნენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან მათი პროტესტი შეწყდება. მთელი ყურადღება კი იმ შეხვედრებზე გადავა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება. მივაკაკუნეთ საპატრიარქოს კარებზე, მივაკაკუნეთ ბიძინა ივანიშვილის კარებზე, ვიდექით კანცელარიასთან, ვიყავით სახალხო დამცველთან და მთელი საქართველო დაგვიდგა გვერდით. შევთანხმდით ორ წამალზე. აქედან ერთი ყველა ბავშვზე ვრცელდება, ანუ ყველა ბავშვი მიიღებს წამალს. დანარჩენ წამლებთან დაკავშირებით კარი ღია დარჩა. ამ წამლების მოთხოვნას ისევ გავაგრძელებთ მშობლები. ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით საპატრიარქოს ჩარევით ეს მოხდა თუ ბატონი ბიძინას ჩარევით. თუმცა მაგას უკვე მთავარი არის რომ გადარჩებიან ბავშვები. უკვე მაგ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. და ეს ჯგუფი ალბათ უკვე ამ დღეებში შეიქმნება და ჩვენს შეგვატყობინებენ და მშობლებიც რა თქმა უნდა მაგ ჯგუფში ვიქნებით. იქნება კვირას სამადლობელი მარში, რითიც ჩვენ გვინდა ყველა ჩვენ მხარდაჭერს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ ასეთი აქტიური ჩართულობისთვის. რთული პროცესი იყო და ამ რთულ პროცესში და რთულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ და ვლოცავ ყველას პირველ რიგში ბავშვებს ვლოცავ ამ გამარჯვებას, მშობლებს, გულშემატკივრებს და მთლიანად სახელმწიფოს, რადგანაც ასეთ შემთხვევებში, იშვიათ დაავადებების შემთხვევაში უნდა მოხდეს სწორი, ეფექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ფაქტიურად ჩვენ გუშინ წინ გუშინ შევხვდით პრემიერს და გუშინ უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2 მედიკამენტზე, 4 მედიკამენტიდან და ეს მედიკამენტები იქნება შერჩეული საუკეთესო პირობების, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მაქსიმალურად იქნება მორგებული ყველა პაციენტზე. კვირას დიუშენის საპროტესტო მარშს მადლობის მარში ჩაანაცვლებს. მადლობა მოქალაქეებს, მადლობა მხარდამჭერებს და მადლობა მთავრობას. მშობლები მიიჩნევენ, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია. ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ საეჭვოა ის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო გუნდმა მიიღო, რადგან მათივე შეფასებით მშობლების პროტესტს სახელმწიფო 45 დღის განმავლობაში დუმილით პასუხობდა. მინდა პირველ რიგში მივულოცო დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს, მათ მშობლებს, რომ ბავშვებს ძალიან მალე ექნებათ წამალი. ხმის ამოღებამ გამოიღო შედეგი. მართალია დაგვიანებით, მართალია ძალიან აწვალეს ეს ადამიანები და სრულიად აბსურდული განცხადებები ჰქონდათ, რომ თითქოს არარაციონალური იყო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვა, რომ თითქოს წამალი არ არსებობდა. ახლა ეს ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ვირწმუნეთ ჩვენი ძალის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პროცესი დაიწყო, თუმცა ამ ყველაფერს ვეკიდებით ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით, იმიტომ რომ ქართული ოცნების პირობებში, როდესაც რეჟიმი მუდმივად იტყუება სხვადასხვა პროცესების შესახებ, გავაკვირდებით რა მოხდება და პირიქით უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ ამ ბავშვებმა ნამდვილად მიიღონ წამალი. რაც შეეხება თუ რამ განაპირობა, ეს იყო უწყვეტი პროტესტი და პირველ რიგში მშობლების დამსახურება, ის რომ ისინი ბოლომდე იბრძოდნენ საკუთარი შვილების ყოველდღიური სიცოცხლის გახანგრძლივების. იძულებული გახდნენ, რომ მას ნაბიჯები გადაედგათ, რომელიც გაცილებით ადრე შეეძლოთ და არ ეწვალებინათ, მოკლედ ეს ადამიანები ამ ჯგუფების შექმნით და რაღაცა ურთიერთობის და ემპათიის ძალიან დიდი დეფიციტი იყო სამწუხაროდ და ესეც ახასიათებს როგორც ჩანს ამ ტიპის ხელისუფლებას და დღეს ახლა იმედი გაჩნდა და უბრალოდ მინდა ყველას მიულოცო და ეს იმედად არ უნდა დარჩეს და ეს იმედი უნდა განხორციელდეს და ეს ბავშვები უნდა იყვნენ იმ შედეგით, რომელიც გვინდა ყველას. ქართული ოცნება ოპონენტებს ეგრეთ წოდებულ მეხუთე კოლონად მოიხსენიებს. მათი განცხადებით სახელმწიფო ბავშვების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. სწორედ ამიტომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი მედიკამენტების შერჩევის პროცესს სრულ მონიტორინგს გაუწევს. საბოლოოდ კი ბავშვები დაახლოებით 2 თვეში წამლით უზრუნველყოფილი იქნებიან. ის რომ გუშინ ითქვა რომ 2 მედიკამენტზე არის ფიქრი, ეს არ არის შემთხვევითი. რამდენიმე კვირის წინ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან ინტერპელაციის დროს, რომ არის 2 მედიკამენტი, რომელიც ყველაზე მეტი იმედი არსებობს, რომ მათ გარკვეული ეფექტიანობა აქვს. მშობლებიც არიან წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ პროცესს გაყვება ბოლომდე.
ასე რომ საქართველოს მთავრობა ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს, რომ გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება ეს ახლა მათი საუკეთესო ინტერესები და ზუსტად ასე მოქმედებს. შეიქმნა სრულიად პოზიტიური დღის წესრიგი, შედგაში რამოდენიმე შეხვედრა, ჩამოყალიბდა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, გაჩნდა პერსპექტივა იმის, რომ მოხდეს წინ წაწევა ამ პრობლემისა და გადაწყვეტა ამ პრობლემისა, უკვე აღმოჩნდა, რომ ეს აღარ ესე ამოვნად არ მოეწონათ მეხუთე კოლონას და მათ მხარდამჭერებს და ეხლა მშობლების ლანძღვა ხდება იმ ადამიანების, ვისი შვილებიც არიან გადავადებით მოკლედ დაავადებული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია შეწყვიტეს. პროტესტს კი კვირას მადლობის მარში შეცვლეს.